ჩვენ ყველა მოვდივართ ჩვენი ბავშვობიდან. ჩვენ ყველას გვაერთიანებს ჩვენი ბავშვობის რაღაც სენტიმენტები. გამორჩეული სენტიმენტები გვაქვს ხოლმე, რაღაცა მოგონებებთან დაკავშირებული, შეყვარებულთან პირველ კოცნა იქნება თუ რაღაცა ზღვაზე პირველი მზის ჩასვლის თანახვა, ასე შემდეგ და ვისკებზეც ხდება შენ წარმოიდგინე ეგრე. მე რო ლაფროიგზე მაქვს, ლევანს აქვს ჰაილენდ პარკზე. გამარჯობა, ეს არის ვისკის მოყვარულთა კლუბი. გამარჯობა, ნამდვილად ძალიან კარგი იყო, კი. ზეგი როგორც მივხვდით ჰაილენდ პარკს ჩავწერთ ეს. გავსინჯო. ხო და რა სენტიმენტები გაქვს? შენც ერთ-ერთი პირველი ვისკი ქონდა, რომელშიც იგრძენი ვისკი. რომელშიც აი single malt იგრძენი რა, ეგეთი ვარიანტი არის. ორი ვისკი მაქვს, ეგეთი 12 წლიანი ძველი ბოუმორი და 12 წლიანი ძველი ჰაილენდ პარკი, რომელიც იყო ჩემი ესეთი ბავშვობის ვისკებია მოკლედ რა და პირველი ტორფები და ასე შემდეგ რა. ხო და დღეს ესე იგი გავსინჯავთ ჰაილენდ პარკს, ოღონდ დამოუკიდებელი ბოთლერის სიგნატორის ჰაილენდ პარკს. და აი, რა დარწმუნებული ხარ ეხა შენ რომ ვითლო, რომელიც ამას აწერია? ხო. არის ჰაილენდ პარკი, რა იცი? დააწერეს ვითლო, იმიტომ რომ არ დაეწერეთ ჰაილენდ პარკი. მთელი ერი ლაპარაკობს, რომ ეს არის ჰაილენდ პარკი. არა. ნუ ცნობილია, რომ ჰაილენდ პარკი ყველაზე რთულად აძლევს თავის სახელის დაწერის უფლებას დამოუკიდებელ ბოთლერებს. და ძალიან ბევრი სახელი არსებობს. არსებობს Secret ორქნი. ხო. არსებობს უბრალოდ ორქნი არსებობს კიდე. და არსებობს კიდევ აი ესეთი სახელი Whitlow. რა არის ახლა Whitlow? კარგი პრიალაყუთია მოვწონს და ეს ჩემი სამაჯურს, საათის სამაჯურს მოვუყოთ. ოი, ხო, გაგატანხმობ. Whitlow არის ესეთი კლდის სახელი, რომელიც ჰაილენდ პარკის კუნძულის, ორქნის კუნძულის ჩრდილო ნაწილი არის რა, ანუ აი თუ გინახავთ, შენ თუ გინახავს აბა, ირლანდიაში რო არის ყველაზე ცნობილი ეს სანაპირო, ესეთი ბრტყელი კლდე რო არის ძალიან დიდი, სახელი დამავიწყდა ახლა. აი თითქოს ჩაჭრილი რო არის რა, ესე კლდე რო მიდის, ძალიან გრძელი და ზემოდან მწვანე ბალახი რო. ირლანდიაში. ხო. იმ კინოშიც არის ეგა. ბოლოს რო გააკეთეს ის ვაიმე რა კარგი კინოა ირლანდიური ბოლო რამდენიმე 2 წლის 3 წლის მაქსიმუმ გამოშვებული არის კოლინ ფარელი და ის თამაშობა In Bruges მეორეს რა ქვია კოლინ ფარელი და ის კაცი მეორეს გვარი დამავიწყდა ბრუგეს სანაპიროზე მკვლელები ბრუგეში არის ეს კინო და ეგ ორი თამაშობენ ისე რა ირლანდიური ძალიან მაგარი კინოა და იქაც არის ეგ ადგილი გადაღებული არ სახელი არ მახსოვს ხო და აი ეგეთი სტილის ადგილი არის ეს Whitlow კლდის სახელია Whitlow როგორც გახლავთ და აი ძალიან გრძელი ესეთი ჩაჭრილი სანაპირო არის თვითონ სანაპიროზე ვერ გახვალთ იმიტომ რომ კლდიდან უნდა გადახტეთ მაშინ ესეთი ამოწეული წვეტებით რაღაცა ძალიან გრძელი კილომეტრზე გადაჭემული კლდე ოღონდ ირლანდის განსხვავებით ზემოდან ბალახი არ არის ზემოდანაც არის ესეთი სალი კლდესავით ესეთი პრიალა ქვები და რაღაცა იმიტომ რომ თითქმის ნორვეგიაში ჩადიხარ როცა ჰაილენდ პარკის დისტილერისკენ მიდიხარ ხო იმიტომ რომ ორქნის კუნძული ძალიან ახლოა ნორვეგიასთან ბოლო წერტილი არის შოტლანდიის უმარტივესი უპრიმიტიულესი ანიმაციური რაღაცა პრიალა დიზაინი არის ხოლო წარწერა რაღაცა ფერი კამფეტის შეფუთვის ის არის რაღაცა რა. ხო, სიგნატურის ძალიან ბევრი ხაზი აქვს. ეს არის ყველაზე საწყისი ხაზი სიგნატურის, სადაც დაბალ გრადუსზე ასხამენ 46 გრადუსზე და სახელების აგერ უფლება არ აქვს რომ დააწერონ ამ სერიას, ამ ჟანრში დააძველეს მაგას გვეუბნებიან თუ დაგვიმარეს. ბურბონია, სუბურბონის კლასია. ეს უკვე კარგია, საინტერესოა სუბურბონის კლასი ყველანაირი შეზელვის და შეფუთვის და ოღონდ უბრალოდ ბურბონი კი არა, რიჩარდ ბატს, ანუ გამომწვარი ბურბონის კლასი. მაგ ხო თუ მეტად წავენ ხოლმე, თუ ვინმე ხა შემთხვევით მოხდა და პირველი ვიყურებთ, კასრებს წავენ ხალხო, წავენ. იმიტომ წავენ რომ კასრის, ანუ ხის, თუნდაც ახალი იყოს, ცელულოზა იშლება, გამოყოფს შაქარს, გამოყოფილი შაქარი წვის მაღალ ტემპერატურის დროს იქცევა კარამელად. კარამელიზაცია ხდება და ეს კარამელიზაციის სპირტები, გემოები, ვანილი, ქოქოსი, აი ეს გემოები მოდის მაქედან, რაც კი ვისკიში შეხვდებათ. ხოლო თუ deep chart კიდევ უფრო ზედმეტად გამომწვარი არის და იმს უკვე იკეთებს მე ცოტა ნახშირის მიმწვარ შავ ნახშირს რო იკეთებს, ეს პარალელთან იცავს. იმ კარამელიზაციაც ხო ხდება. თან დაცვაც ხდება ზედაპირის და ეს ნახშირი პლუს კიდევ გაწმენდას აკეთებს მასში ჩაყენებული სპირტის რაღაც ცუდ რაღაცებს იწოვს და წმენდს. აი მთელი ეს ამბავი მინდოდა კიდევ ერთხელ გამეორება ცოდნის დედა, გადავიმეოროთ მესამე კლასის მასალა. ხო. ხო, ამ ბოთლს აწერია Whitlow 2000
14, ანუ 2014-ში მოხდა დისტილირება, 10 წლიანი ვისკი არის, ანუ 2024-ში ბოთლში ჩასხმა. შეიძლება შეგხვდეთ ზუსტად იგივე შეფუთვით, ზუსტად იგივე Whitlow 2013-ის და 2000 არის ხო ბაზარზე იყიდება ტრიალებს ჯერჯერობით. 14 ჩოლბერტ იყიდება, კი. ბევრი ბოთლი კი არაა გამოსული. მოიცა რამე წლიანი 14 რვა წელი 10 წლიანი. ხო, ანუ ბოთლების რაოდენობა, არა წერია. არ წერია, მაგრამ ყოველთვის უშვებენ ესე იგი რა, ასე თუ ისე მაგ სპირტს. თუმცა ის არის, ანუ ბევრი არ გამოდის, რა, რამდენიმე ასეული ბოთლი გამოდის ხოლმე წელიწადში, 2013-ში გამოუშვეს, 2012-ში, ეს არის ჯერჯერობით ბოლო ვერსია 2014-ში. კაი, მოდი ჩვენ შეძლებს დაგვარად დავძაბოთ მეხსიერება, კი არა, რეცეპტორების მეხსიერება და ძველი Highland Park გავუსვან 12 წლიანი. იქ ხელესი არის. იქ დაფინიშებულია. ხო, მაგრამ აქ ხო მარტო ბურბონია და აი ახლა ნახოთ რაღაცნაირი საინტერესოა მარტო ბურბონის და ძირითადად ხაში ხელესი ხო არის Highland Park-ში, მაგ 12-იანში, 14-იანში. თლიანად ხელესის კასრში არ არის. არა, დაფინიშებულებია. მარტო ბურბონი არის, თვითონ აკეთებს, ესე არ მახსენდება. შეიძლება რამე ხაზი ქონდეს მარტო ბურბონის. რაღაცა ცალკე გამოშვებები, რაღაცა სახელებით აქვს, რა თქმა უნდა, რომ ბურბონი იყოს მთლიანად, მაგრამ core range რაც არის, core range-ში ყოველთვის დაფინიშებულია ხელესში. ოკეი. სიგნატორი, ჩემი და არა მხოლოდ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ბოთლერი. დიდი სიამოვნებით შევიყვანდი სამეულში. ორეულშიც. ერთეულში? ერთეულშიც ალბათ. უთქვათ რომ მოვინდომო პირველ გზას გავიყვანდი. ბევრ სხვა ასევე ძალიან ღირსეულ ბოთლებთან ერთად. ნახოთ ერთი რა გააკეთა ამჯერად და ფასი ყველა სოუს. ფასი როგორ აღსოს მე ვიყიდე. მე ვიყიდე ფასდაკლებით ონლაინ 35 ევროთ, ისე ფასდაკლების გარშე 45 евро ღირს. ხადაო. ძალიან იაფია. რა კაი სუნი აქვს ბიჭო, რა ამაზე გითხარი რა. აა პრინციპში მაგასაც მოერგო, იმიტომ რომ 45 ევროთაც კი ძალიან კარგი სუნი აქვს. აიმე რა კარგია. ოღონდ არანაირი კავშირი არ აქვს ამას Highland Park-თან. ცხვირზე. ეხა ესე ვერ იტყვი რა. აი ძველი Highland თუმცა ისე რა არის ძველ Highland Park-თან ამას კავშირი ვერ შექმნება, იმიტომ რომ დისტილირებულია 2014-ში და 2016-ში უკვე ის იდიოტური რებრენდინგი გააკეთეს, რომელიც მალევე მოაშორეს მე ის ვიკინგების რებრენდინგი, ხო ის ზოლებიანი სკარ და რაღაცეები რო იყო და იმპერიაში აიმე რა დახვეწილია სიმჟავე აქ ოდნავ სიტკბო აქ ძალიან კარგად დაბალანსებული. შებოლო არა აქ. მე ვერ გზნობ თვითონ ოდნავ აქ. თუმცა შეიძლება გემოზე კონდეს. ცოტა ოდნავ ნახო. ცხვირზე აქ ოდნავ. შეიძლება მეჩვენება, არ ვიცი. ვერ დავიჩემებ. აი, სანამ გავერკვევი რა არის, აი დასუნვისთანავე, ნახე, აი სუნა, აუ რა კაია, აი ეს მომენტი რაც ეგან გავაკეთე, ეს არის ბუნებრივად ეგეთი. ანუ მართლა ძალიან კარგი. ვამბობ რა ეს სიგნატორი მაგარია მეთქი რა. Highland Park-ი არ არის მაგარი. ხო, არა, ხო, რა თქმა უნდა, თავის მოკლედ მე პირდაპირ ვიძახი, რომ ცხვირზე Highland Park-ს ეს არ მახსენებს ეს ვისკი. მე რომ ბლაინდზე ეს გამესინჯა, დამესუნა, გემოჯერ არ ვიცი, რომ დამესუნა, ვიტყოდი, რომ ვერ ვიტყოდი, რომ ეს Highland Park-ია რა. კარგი, ჩოლებრივი კარგი ვისკია. კარგი, ოდნავ მკვახე და ბოლომდე დაუმწიფებელი ხილის სუნები აქვს, გაერთიანებული ვაშნების ხალი, ატამი, გარგარი, ყვითელი ხილია რაღაცნაირად. გარგარი, აუ რა კარგია, წარმოუდგენად ცოტა ტაუმენთოლებს, თუ მეჩვენება, ცოტა. შეიძლება ჩემთან აქ, ჩემთან ის არის მძაფრი ცხვირი რა მენთოლი მოდის ხოლმე. შენთან უფრო ყლუთარი ყველაფერი ხო ჩემს. რა სამობა, მე აქ საერთოდ ვერ ვიჯენი ვერაფერი ხო. აი ეგ გრძნობდი და ეგ თულა გამოგართვი. ამოუჭრი მაგას, ამოუჭრი. თულა გამოგართვი რა გავაკეთე. ხო, რავი, ეგ არის, გავსინჯოთ. აუ სასწაულად კარგი სუნი აქვს, ბევრად უფრო ხარისხიანი, ვიდრე 45 ევროიან და მით უმეტეს ბაზდაკლებით 35 ევროიან ვისკის შეეფერება. გავსინჯოთ. ისე თავიდან რო დავიგუბე პირში. პირველი 1-2 წამი ცოტა ზედმეტი სიმწარე მეცა. კი, მაგრამ გადავიდა და სიცხარეში გადავიდა. სიცხარეში გადავიდა, რო გადავყლაპე. მე ხანი დარჩა? სიტყვა დარჩა და რო გადავყლაპე, ტორფი წამოვიდა. ენაზე. ოდნავ. ტორფი დატოვა. აი მაგ ტორფით გამახსენა ის ძველი Highland Park-ი. აუ, რა კარგია. ძალიან ვისკია. ძალიან კარგია. ხო, ძალიან კარგი და 46 გრადუსის თაობაზე საკმაოდ გრძელი ფინიში აქვს. კი. ვისურვებდი რომ სიტყვა მეთხანს დარჩენილიყო, მაგრამ მაინც დარჩა. არა, დარჩა. სიმხურვალი დარჩა, წიწაკა დარჩა. წიწაკაც კარგად აქვს. სიცარი არ დარჩა. დაბლობა არა გრძელი. გრძელი არ არის, მაგრამ გრძელი დარჩა, წიწაკა და ისა სიცხარე, აი ეს წვა რა. ოღონდ წვა კარგი, სიცხარის წვა. ეს ძალიან ისეთი უხეში წვა და ზედმეტი წვა არ ხონდა. არა. ნორმალურად ეგ კარგია. ასატანი არის ხო რა? ეგ დარჩეს აგზნებულ რეცეპტორებს ვეტყობებს რა. ის აგზნებულ რეცეპტორები მე დამშეულები, სად არის სიტყვები, მაგრამ სიტყვები გავიდა, აღარ არის ხო? მაგ ხამსად
თქვათ ახლა ბოდიში რა, ახლა უკაცრავად 40 ევროიანი ვისკია რა, შუაში გავჩერდი ხო 25-40. ხო და ძალიან კარგია. ამ ფასისთვის ძალიან კარგია და სიგნატორი კიდევ ერთხელ ისახელა თავი უკვე მე რამდენე აი თან მე ამ ხაზზე და ამ რეინჯზე ვლაპარაკობ კაცო. ხო, ყველაზე იაფიანი ხაზი არის სიგნატორის თორე ხა უკაცრავად ის ბრტყელი ბოთლები რო აქვს კასრის სიძლიერის ხაზი 120 ევროდან რო იწყება, გასაგებია რომ კარგი იქნება ის ხო. რა თქმა უნდა, მაგრამ აი აქ რო კარგს აკეთებს, აი მაშინ არის დასაფასებელი დისტილერია კაცი იყოს და იქილოცოს სადაც უნდა თუ როგორ არის? პრობლემა გავიგე, ეგეთი რაღაც. კაცი იყო, კაცური და იქილოცე სადაც გინდა. ეგ როგორ არის ეგეთ რაღაცე? უნდა ვასწავლო ეგეთ რაღაც, სადაგრძელებში ვასწავლო ეგეთ რაღაცებს და მე თავს გამოიჩენს ხოლმე. აი, მშვენიერი ვისკია, მოკლედ თუ სადმე შეგხვდათ სიგნატურის Whitlow, იცოდეთ რომ Highland Park-ს დალებთ. თამამ. ეს ვერსია, თამამ, ძალიან კარგია. ძალიან კარგია, ამართლებს ფასს. მთლიანად და ძალიან გემრიელია. გამოიწერეთ არხი, გაწერეთ Facebook ჯგუფში ვისკის მოყვარელთა კლუბი. აბა